მოგესალმებით, როგორ ხართ? მოგიკითხავთ მადლიერებით, პატივისცემით, მადლობა ნდობისთვის. გისურვებთ ყველა ფრონტზე სიმშვიდეს, თქვენი ოცნებების ასრულებას და მოდით დღეს ვნახოთ ასეთი გაშლა ორ ვარიანტზე, რაკიღა პროცენტულად უმცირესობაში ხართ, ორი ვარიანტიც ვთვლი, რომ საკმარისი იქნება. რა ხდება მის ცხოვრებაში? თქვენს მიერ ჩაფიქრებული ქალბატონის ცხოვრებაში, ხო, პირველი, მეორე. და ვნახოთ, ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი უსიამოვნება გაიარა ცხოვრებისგან, ადამიანი, რომლის ცხოვრებაც ნამდვილად არ ყოფილა იავარდით მოფენილი, ბევრი ბარიერის გადალახვა მოუწია, ბევრი ორთაბრძოლის ან თუნდაც მრავალ ადამიანთან ბრძოლის, მაგრამ დღეს თითქოს რაღაცები უკვე დაალაგა, თითქოს გამოდის იმ სარეაბილიტაციო პერიოდიდან და რაღაცნაირად მეტნაკლებად საკუთარ თავთან ჰარმონიას პოულობს, საკუთარ თავს უბრუნდება, კი ბატონო, ადამიანი, რომელიც ძალიან ემოციურია, ძალიან კეთილია, ძალიან დადებითია, ძალიან მზრუნველია, არ გამოვრიცხავ ცოტა ისეთი ჯადოქრული პასაჟებიც გქონდეს ხასიათში, მე არ გულისხმობ, რომ რამეს პრაქტიკოსი იყოს, ანუ ვთქვათ, არა. ჯადოქრულს გულისხმობ, არიან ადამიანები ბუნებით ჯადოქრები, ხო, აი აბსოლუტურად სხვა ენერგეტიკის მატარებლები, აი ამას ვამბობ. არ გამოვრიცხავ ამავდროულად ფინანსურათაც საკმაოდ სავსე იყოს ეს არკანი, მაგასაც ადასტურებს, მაგრამ ადამიანი თავისი გამრილი ცხოვრების გამო რაღაც შიშებში ჩარჩენილი, რაღაც ფოთვებში ჩარჩენილი, რაღაც გაურკვევლობებში ჩარჩენილი ადამიანი, რომელიც მათ შეიძლება ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმები გადაიტანა, სტრესები გადაიტანა, პირდაპირ გადატანით მნიშვნელობით ჯანმრთელობა შეერყა, ფსიქიკა შეერყა და არ გამოვრიცხავ, რომ ისეთ აშლილობებს გაუმკლავდა, რომელიც ზოგადად არც ერთი ადამიანისთვის მარტივად გადასალახი არ არის. თუ გეცნოთ, გააგრძელეთ ყურება. და ვნახოთ, რა ხდება ახლა ამ ადამიანის ცხოვრებაში. რა ენერგიებშია ის. რა ხდება და ადამიანს უნდა რომ ყველაფერი მოიცილოს ძველი, ყველა ტვირთისგან გათავისუფლდეს და ნებისმიერ ფასად განულებული ფურცლიდან ახალი ცხოვრება დაიწყოს. მისცეს საკუთარ თავს ახალი შესაძლებლობების უფლება, ახალი ნაბიჯების უფლება და სამყაროს გადააბაროს თავისი თავით და თავისი პრობლემებით. ადამიანი სამყაროსთან ეძებს საერთოს, ადამიანი ეძებს სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნას. ადამიანი არ გამოვრიცხავ ლოცულობდეს და სამყაროს თხოვდეს დახმარებას, შანსებს, შესაძლებლობებს. ადამიანი, რომელიც შეყვარებულია, ადამიანი, რომელსაც თვითონ სიყვარული უყვარს, ადამიანი, რომელიც სულ აი ამ რაღაც ვიბრაციებში უნდა იყოს, რომ კარგად იყოს, მაგრამ რაღაცა მორალურ მომენტებს ვერ აბიჯებს. სამართლიანობის არკანის უფისტაროში უფრო მორალზე გადის, მეგობრებო, რაღაცა მორალური მომენტები. პენტაკლების დედოფალია. დაოჯახებულ ქალს უყურებთ თქვენ, თუ თქვენ დაოჯახებულ ქალს არ უყურებთ, მეგობრებო, ან გაშორებულ ქალს, უფრო დაოჯახებულს, მაშინ ეს თქვენი ვარიანტი არ არის და დრო არ დაკარგოთ. აქ უფრო ოჯახიანი ქალი გადათამაშდება. კი ბატონო, იმპერატრიცა, ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის მიუხედავად იმპერატრიცის როლშია და მიუხედავად იმისა, რომ თავს ენგრევა ყველაფერი, მაინც გარეგნულად ამ ვიზუალს ინარჩუნებს, ხო, ადამიანი, რომელმაც რაღაცა გადაწყვეტილება ვერ მიიღო თავის დროზე და წყვილშია პენტაკლების მეფესთან. ჰაერზე არ მithქვამს, რომ აქ დაოჯახებულ ქალბატონს უყურებთ, კარგით. მოდი კონკრეტულად ვკითხოთ, თქვენთან დაკავშირებით რა ხდება, რა ენერგიებში ახსენდებით, არ ახსენდებით, ფიქრობთ, ან საერთოდ რა ხდება თქვენ შორის, იქნება სულაც არა ხართ დაშორებულები და პარალელური ურთიერთობა, ხო?
რა ხდება აბა მაჩვენე ვინც მიყურებს მასთან დაკავშირებით რა ენერგიებშია შესაყვარებული. თქვენთან დაკავშირებით ძალიან დიდი ემოციური ბმა აქვს, ძალიან გენდობათ, ძალიან აი როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობს თქვენს გვერდით თავს, მაგრამ არ ვიცი თქვენ ან ის ნაპატით უკაცრავად შესაძლოა სხვა ქვეყანაში იმყოფებოდეთ, შესაძლოა მანძილი გაშორებდეთ, შესაძლოა რაღაც ხშირი მივლინებების ფონზე ხშირი დაცილება გიწევდეთ, მაგრამ თქვენი ურთიერთობა ცეცხლთან თამაშია, თქვენი ურთიერთობა არის ძალიან გრძნობებს და ძალიან სურვილებს აყოლილი, რომელმაც შესაძლოა ბოლოს დადებითი შედეგები ვერ მოიტანოს, მაგრამ ახლა თქვენ რაღაც ჯიხებში ხართ, რაღაცა არჩევანში ხართ, რაღაცა არ არის აქ, არა, აქ უკან მიტოვებული თასებია, თქვენ ფიქრობთ, რომ არ დაიმსახურეთ, თქვენ ფიქრობთ, რომ დურია ეს ადამიანი, ანუ არ მოგექცათ სწორად და თქვენ შორის დღესდღეობით ბევრი რაღაცა შეიძლება დაფარულიც არის, შეიძლება ერთმანეთის შესახებ ბევრი არც არაფერი იცოდეთ, რაღაცა უნდობლობის მომენტები გაჩნდა, რაღაცა შიშები გაჩნდა, რაღაცა ხო, ერთი წუთით აი ამ დასტაზეც ვიკითხავ. რას გრძნობს ადამიანი, ვინც მიყურებს მის მიმართ, რას განიცდის, რას გრძნობს. მაგი და მაგის არკანი აქ ცოტა სხვანაირად არის, ნახეთ, ორი ენერგია, ორი უხსენებელია ერთ ხანჯალს შემოხვეული, ხო? ანუ დუალური ენერგიებში ადამიანი გადაწყვეტილება ვერ მიუღია, გადაწყვეტილება ცალსახად მიუღებელია აქ, ვერ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს დღემდე, ძალიან დიდი სურვილი, ვნებები, აქ სექსუალური სასწაული ენერგიებია, მაინც ხმლებში ადამიანი, დღიანი ხმლები და იეროფანტის არკანი და არა მეგობრებო, ეს რაღაც მორალურ საზღვრებს ვერ აჯობა, ვერ დააბიჯა რაღაც მომენტებს, სავარაუდოდ რაც ტრადიციებს, რაც რელიგიას, რაც რაღაცა მისი ცხოვრების წესს უკავშირდება. მაგრამ როგორ არის და რა ხდება მის ცხოვრებაში, კი მოისმინეთ და მოდი მაინც ერთი კითხვით ვიკითხოთ, ხო, რა მომავალი შეიძლება იყოს თქვენს ურთიერთობაში, სამკუთხედი დარჩება, რომც იყოს. რვიანი ხმლები არა, მაინც ჯერჯერობით ბარიერებია, ჯერჯერობით არა მისი ოჯახია, ეს იმპერატრიცა, ამას შვილები ყავს. ითავს ვართ, არა. უახლოეს პერიოდში ვერ გეტყოდით ამას, არა. უახლოეს პერიოდში ცალსახად არა და მოდით აბა ერთი რომანტიკული ანგელოზების ორაკულებს ვკითხოთ, ერთი არკანით, რას ინფორმაციას მოგცემენ, რას გირჩევენ. შენ დაიმსახურე სიყვარული, შენ იმსახურებ სიყვარულს, ანუ ვიცით, აბა კიდე მითხრას რა უნდა. აი ვთქვი რა, გეუბნებით, რელიგიური ფაქტორები, ნახეთ, თქვენი სასიყვარულო ცხოვრება by your religious and spiritual path, ანუ ნახეთ, თქვენს პირად ცხოვრებაში ბარიერებს ქმნის რაღაც რელიგიური მომენტები, ანუ რელიგიურ მომენტებში შესაძლოა მორალიცვი გულისხმოთ და გეუბნებიან, რომ თქვენს შორის ძალიან დიდი ქიმიაა და ეს გამოჩნდა კიდეც და მეკითხარით, ხო, ძალიან დიდი მიზიდულობა. კარგით, მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ მეორე ვარიანტთან რა ხდება. მეორე ვარიანტთან რა ხდება. ვინ
ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ქალბატონი? არ ვიცი, შეიძლება მასწავლებელია, შეიძლება ფსიქოლოგია, შეიძლება ეზოთერიკია, შეიძლება უბრალოდ ბრძენია ძალიან, ხო, ძალიან დიდი ემოციური ინტელექტის მატარებელი ადამიანია, მარტო IQ-ი არა, საკმაოდ ავტორიტეტული, საკმაოდ საპატივსაცემო ადამიანი, რომელიც შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ავადმყოფობდეს, ჯანმრთელობის მომენტები, პრობლემები ჰქონდეს, რომელიც გადაღლილია, გადაქანცულია, მიუხედავად იმისა, რომ კვერთხის ენერგიების მატარებელია, მიზანსწრაფული, ყოველთვის აღწევს თავის მიზნებს, ყოველთვის ისრულებს სურვილს, ყოველთვის არის წარმატებული, ყოველთვის ყურადღების ცენტრში და მოკლედ ძალიან კარგი სოციალური სტატუსის მატარებელიც შეიძლება იყოს, ფინანსურად საკმაოდ ძლიერი და ამავდროულად პენტაკლების მეფე. ხო, თვითკმარი და ძალიან შემდგარი პიროვნება. არ გავასწრებ მოვლენებს და არ ვიტყვი ჯერჯერობით არაფერს და ვნახოთ როგორ ცხოვრობს რა ენერგიებშია ეს ადამიანი. ზომიერებაში გადასული რაღაცა თავისი ოქროს შუალედის პოვნის მომენტშია, რაღაცების დავიწყება უნდა, რაღაცების გაფუჭებულის, ძალიან წყდება გული, ძალიან სინანულშია, რაღაცას ჩქარობს, რაღაცის გარკვევას, რაღაცის მოძიებას, რაღაცა თვითგარკვევის მომენტშია, ნახეთ რაღაც სამყაროსთან რაღაცებს ალაგებს, თითქოს სამყაროს შველას თხოვს, თითქოს რაღაც ძალებს ეძებს საკუთარ თავში, რომ აი ამ ათიანი ხმლებიდან როგორმე გამოვიდეს. რაღაც ბავშვურ ენერგიებშია, ძალიან ბავშვურ გულუბრყვილობას ვგრძნობ, რაღაცა ისეთ სიწყფელეს, კიდევ რა ხდება მის ცხოვრებაში, მანახე რაღაცას ანულებს, ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გადის, სადაც არ უნდა იყოს რაღაც სხვა მხარეს იყურება, მუდმივად სადღაც სხვაგან არის მისი გული და გონება, სადაც ემოციები კი, სადაც არ უნდა იყოს ვიღაცა მისი შთაგონების მომენტი მუდმივად, კარგით. და ახლა მითხარით, თქვენთან დაკავშირებით, აი ვინც მიყურებს, მასთან დაკავშირებით, მაჩვენე გრძნობები და ენერგიები შენ მიჯაჭვობა. სასწაული მიჯაჭვობა და არტიში ფოთო, აი გეუბნებით. აქ შეიძლება ახალი დაწყებული ურთიერთობაც არის, მეგობრებო, არ გამოვრიცხავ, ძალიან ემოციური, ძალიან ისეთი თავისი გულუბრყვილობით, რომ შეიძლება მოაჯადოვოს ყველა თავისი ბავშვურობით, თავისი სიხალასით ნებისმიერ ადამიანს, რომ შეიძლება ბრჭყალებში მოუგრიხოს კისერი, მაგრამ დღეს ძალიან დამწუხრებულია, დღეს ძალიან, აი როგორ გითხრათ, ჩახმალულია თავიდან ბოლომდე, თითქოს დაიღალა, თითქოს მობეზრდა და რაღაცა წასვლის მომენტები აქვს, არ ვიცი, აქ რაღაც ბავშვის ენერგიები ტრიალებს, აქ შიშები ტრიალებს, აქ რაღაცა დაფარული ინფორმაციები ტრიალებს ძალიან დიდი ემოციების ფონზე და სამსჯავროს არკანი. ძალიან დიდი ტრანსფორმაციები აქვს თქვენთან მიმართებაში, თუმცა რაღაც მაინც იმისი მოლოდინი აქვს, რომ გამოსავალი უნდა იყოს. არა, ტრანსფორმაცია ამდენი მაღალი არკანი და ყველა ტრანსფორმაციის და ყველა ისეთი გარდამტეხი მომენტების არკანი სასწაულია. აბა ერთი მეორე დასტითაც ვნახოთ თქვენთან დაკავშირებული გრძნობები, ხუთიანი ხმლები, დანაკარგი, გაფუჭება, დედა 6-იანი ხმლები, ესე იგი სულ სინანული, ტკივილი, აი ღრიალებს პრაქტიკულად ეს ვიგენი, ხო? თქვენ ხართ ამ შემთხვევაში ოჯახიანი, არ გამოვრიცხავ, მეგობრებო, რომ თქვენ იყოთ იმპერატორი. ჩიხებით, დაბლოკილები ხართ ერთმანეთისგან, თქვენ შეიძლება ძალიან დიდი ხანია, უფრო სწორედ აი ერთმანეთთან საერთოდ კონტაქტი არ გაქვთ. კი, ძალიან ბევრი ემოცია, სხვა ემოცია, უფრო მეტიცაც ვიტყოდი, მაგრამ არა, აქ მე კონტაქტს და კომუნიკაციას ვერ ვხედავ თქვენთან დაკავშირებით, თქვენს შორის, მეგობრებო. და კარგით, მოდით ახლა რომანტიკული ანგელოზების ორაკულებს ვკითხოთ, რჩევა, ხო? რას გირჩევენ? რას გირჩევენ? რას გირჩევენ? რას გირჩევენ? და
რა საინტერესოა separation separatsias ხო ანუ time apart from your partner is on the horizon ანუ ნახეთ ან რაღაცა პერიოდი უნდა იყოთო შორს თქვენი პარტნიორისგანო ანუ რაღაცა პერიოდი ამ პაუზას გირჩევენ სასახად მეგობრებო თითქოს აი გაათავისუფლე საკუთარი თავი ნახეთ takes control of your life ეს დროა რომ თქვენ აიღოთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე და ნახეთ მიხედოთ თქვენს ფინანსებს და კარიერას და სიყვარულზე გრძნობებზე და ემოციებზე მეტი მნიშვნელობა ამ ეტაპისთვის მისცემთ თქვენს კარიერულ ზრდასო მადლობა მეორე ვარიანტს დაგემშვიდობებით კარგად ბრძანდება და წარმატებებს გისურვებთ ყველგან და ყველა ფრონტზე ნახვამდის